კეთილი სურვილებისთვის შენც ბედნიერ დღეს გისურვებ და ჩვენ ახლა შევეხმიანებით ნატა ტაბიძეს, რომელიც ვაკის პარკში იმყოფება და ძალიან საინტერესო ღონისძიებას ესწრება რობოტების თამაში, რომელიც შაბათს დაიწყო და მე მგონი დღემდე გრძელდება. ნატა დილამშვიდობის. ნატუკა დილამშვიდობის. დილამშვიდობის, მე ახლა ვაკის პარკში ვარ და როგორც ხო ძალიან მინდა რომ დავიძრა, თუ შეიძლება. დამძარით, მოკლედ, ხედავთ რობოტზე ვზივარ, შაბათს გაიმართა ილიას უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, ვაკის პარკში რობოტების შეჯიბრი. ეს რობოტი გახლავთ გამარჯვებული. თუ შეიძლება გამაჩერეთ, დიდი მადლობა. ამის შესახებ უკვე ივენთის შესახებ უკვე დეტალებზე ისაუბრებ სანდრო გაბისონია, ორგანიზატორი. მოგესალმებით სანდრო, დილამშვიდობის. როგორ იმგზავრე? არა ჩაოლებრივად, კმაყოფილი ვარ, ვისწავლე როგორ უნდა დავიცვა წონასწორობა. სანდრო, ახალია ჩვენთვის ეს მეორე წელია რაც საქართველოში ტარდება. ხო, ეს შეჯიბრი. მოდი შენ გვიამბე, რას ემსახურება და რა არის რობოტების შეჯიბრი? პირველად ეს შეჯიბრი ჩაატარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შარშან, როგორც უკვე თქვი. წელს უკვე განმეორებით ჩავატარეთ კიდევ ერთხელ და უფრო დიდი მასშტაბებით. გავზარდეთ რობოტების წონა, სიდიდე, მოცულობა, ძალა და ასე შემდეგ. ეს ინიციატივა არის მთლიანად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის უფრო კონკრეტულად და ამ ფაკულტეტის სტუდენტებმა ჩვენ გამოვიწიოთ რომ ჩვენც არ დავზიანდეთ, იმიტომ რომ მე რამდენთათვის ესენი ამაზე უკვე მე ვისაუბრებ თავად სტუდენტებთან ერთად და რობოტების შემქმნელებთან ერთად. სანდრო, მე რამდენთათვის საზღვარგარეთ არის ძალიან პოპულარული ეს თამაშები, ხო? ინიციატივა საინტერესოა, სტუდენტების მონდომება იყო, იცოდნენ მათ, თქვენ მიაწოდეთ ეს. იცი ეს რაღაც ერთობლივად მოხდა ამის, ანუ მიზანი ამ ყველაფრის არის, რომ ტექნოლოგიური მეცნიერებები გახდეს პოპულარული და რეალურად მიხვდნენ ადამიანები, ვისაც უნდა ამის შესწავლა, რომ ესეთი რაღაცები შეიძლება გაკეთდეს ამ ყველაფრით და გახდეს სახალისო, მოიგონ რაღაც პრიზები და ასე შემდეგ. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შარშან გარდა იმისა, ანუ შარშანდელ შეჯიბრთან განსხვავებით, გარდა იმისა, რომ წონაში და ზომაში გაიზარდნენ, შარშან მხოლოდ ილიას უნივერსიტეტის რობოტები იყვნენ წარმოდგენილი და წელს უკვე სტუმრებიც ყავდნენ. აგრონიდან მოვიდა ერთი რობოტი და ტექნიკური უნივერსიტეტიდან უნდა მოსულიყო, მაგრამ რაღაც ესეთი ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ვერ გამოცხადდა შეჯიბრზე. სანდრო, ეს იქნება საწყისი ეტაპი იმისთვის, რომ მომავალში უფრო დიდი ასეთი ტიპის უკვე უფრო სერიოზული მანქანები შექმნას სტუდენტებმა. იცი რა, იმედია. რაღაც ესეთი საბოლოო მიზანი შეიძლება იყოს ადამიანი რო ჯდება და თვითონ რო იბრძვის ეგეთი რობოტების შექმნა. ტანკები რო შექმნა. ნახოთ, მაგალითად თუ მივედით, ესე იგი კარგი გზაზე ვდგევართ. იმედია რომ მივალთ და ეხლა დიდი მადლობა, სანდრო. ეხლა მე გადავინაცვლებ თავად ამ რობოტების შემქმნელებთან. ესე იგი, შოთა, ზაქრა და ალექსანდრე. დილამშვიდობის ბიჭებო. ალექსანდრე, შუაში ჩამაყენეთ თუ შეიძლება. ალექსანდრეს რობოტმა მოიგო ომმა, გაიმარჯვა. ომი, ასე ქვია მას. და ბიჭებო, თქვენი გუნდის რობოტმა Trainix ქვია, ხო? მეორე ადგილი. აიკა მეორე ადგილი. კარგი, სანდრო, მოდი შენ დავიწყოთ. პირველ რიგში, შენი იყო, მე მგონი ყველაზე დიდი რობოტი. ყველაზე დიდი და ყველაზე მძიმე წესი ამ შეჯიბრში. რატო? ეხლა მითხარ შენ როგორ მოემზადე, როგორ გააკეთე საერთოდ? რკინა ეს ჩვეულებრივი მანქანა. არის მასიური რკინა, არის სამშენებლო მასალა, არის ავტონაწილების შიგნით, არის მანქანის რელეები ასევე და მართვისთვის არის პროგრამირებადი მიკროსქემები. შეიძლება თან რომ ვაჩვენოთ ბრძოლა, ოღონდ ისე რომ ჩვენ არაფერი არ დავიზიანოთ. მოკლედ, როგორ წარიმართა ბრძოლა, როგორ ფიქრობ, რა იყო თქვენი რობოტის სუსტი წერტილი და რატომ წააგეთ და აიღეთ მეორე ადგილი? ჩემი აზრით, წონაში ვიყავით ძალიან დაბალი და რა ვიცი. საბოლოოდ მე მგონი კარგი ბრძოლა გამოვიდა რა. მოვუგეთ ერთ დიდ რობოტს ძალიან, ფავორიტები იყვნენ ისინი. შემდეგ ის კიდევ ვფიქრობთ ზომაში გადიდებას. ესე იგი შემდეგ წელსაც აპირებთ რომ მიიღოთ მონაწილეობა. ეხლა ძალიან მაინტერესებს კეთების პროცესის შესახებ. სად აკეთებთ ამ ყველაფერს? გააქვთ სპეციალური აუდიტორები, პირობები ამისთვის და თქვენ იძიებთ ამ ყველაფერს? მასალებზეც მინდა გკითხო. დიახ, ჩვენ გვაქვს სპეციალური აუდიტორები, მიკროელექტრონიკის ლაბორატორია, სადაც შეგვიძლია ვიმუშაოთ ელექტროობაზე. ასევე შეგვიძლია აქვე საქართველოში მოვიძიოთ ნაწილები გარკვეულ ავტობაზრობებზე. ჩვენი რობოტი შედგება მთლიანად აბსოლუტურად ავტონაწილებისგან, ვიყენებთ რამოდენიმე ბრენდის ავტომობილის ნაწილებს. ეს რობოტი წლევანდელისთვის შედარებით ცოტა პატარა ზომის იყო, მომავალში გეგმავთ ზომების გაზრდას.
ძალის გაზრდას და ასევე სისწრაფის გაზრდასაც. კარგი, წარმატებებს გისურვებთ. ალექსანდრე, საინტერესოა, შენ რას დაამატებდი შენ რობოტს? როგორ ფიქრობ, რა არის მისი მთავარი ხიბლი, რის გამოც მან გაიმარჯვა და მისი მინუსი? მთავარი ხიბლი არის წონა. ანუ რაც უფრო დიდია წონა, მით უფრო დიდი უპირატესობა აქვს ბრძოლაში. იმიტომ რომ სხვა შედავით პატარა რობოტი ვერ დაძრავს და ვერაფერს ვერ უზავს. დიდი მინუსი აქვს ძალიან სისწრაფე. საკმაოდ ნელა მოძრაობს. ნახოთ, როგორი სწრაფია თან პარალელურ რეჟიმში. იბრძოლონ რობოტები. ახლა ეს მოძრაობს მის მაქსიმალურ სიჩქარეზე. რამდენია მისი მაქსიმალური სიჩქარე? ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ აი რასაც ხედავ თვალით ეგ არის. თვალით. ნუ ძალიან სწრაფით, მე მგონი ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვერ არის, მაგრამ და ძრავის შესახებ მაინტერესებს. ძრავი აი ეს არის ავტონაწილებისგან, ასევე ეს არის მანქანის შუშის საწმენდის ძრავები 4 ცალი, 2 ცალი UPS-ის აკუმულატორია შეგნით მოთავსებული და ესე მუშაობს ის. მთავარი უპირატესობა ამ რობოტის არის სიმაღლე. როგორც ხედავთ, ახლა სხვა რობოტი გაიჭედა ამ კონკურენტთან ზედ გადავლისას, მაგრამ ამას პრობლემა არ ექნება და თანაც ხედავთ, საკმაოდ ძლიერია, შეუძლია უპრობლემოდ წაიყვანოს ოპონენტის სხვაგან. თქვენი რობოტის შესახებაც მაინტერესებს. რობოტი არის საკმაოდ პატარა, მაგრამ არის ძალიან ძლიერი. მას აქვს სპეციალური დანები, ხო, რითაც აზიანებს უკვე სხვა რობოტს. ეს დანები გამოვიყენებ თან ეს დანები. საკრო შეიძლება რა თან დანები ვამუშაოთ? კი, ეს დანები ძირითადად გამოიყენება იმისათვის, რომ მოწინააღმდეგე დაუაზიანოთ, ანუ ამ იდეით შეიქმნა, მაგრამ ვიზუალური ეფექტიც აქვს გარკვეული ამ დანებს, რადგან წინააღმდეგე ჯიბზე აქტიური იარაღი არ იყო, ხოლო ჩვენ რობოტს ჰქონდა. ამ დანას შეუძლია გადაჭრას, გარკვეული ზომის დაუშვათ ხის მასალა, დააზიანოს რკინის მასალა და ნუ ასე შემდეგ. დანები არ არის ძალიან ბასრი, რადგან ეს უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით ბავშვები რომ მივიდნენ, ითამაშონ, ანუ რაღაც მოკიდონ, რაღაც გაცნობით ხასიათის რომ იყოს, რომ არ დაზიანდნენ. ამიტომ არ არის დანები ბასრი. და ძალიან მნიშვნელოვანი არის პრიზები, ის რაც მიიღეთ, ხო? აღარ გვაქვს ფოტო გქონდა აქ სადღაც პრიზის, რომელსაც მოდი ავხსნათ, ახლა რა არის? მოდი ჯერ სანდრო შენ მითხარი, იმიტომ რომ შენ ალექსანდრე უფრო სწორად, შენ პირველი ადგილი აიღე. პირველ ადგილზე პრიზი არის ყოველი გუნდის წევრისთვის 4 პიროვნებისგან, შემდგარი გუნდია არის ვირტუალური რეალობის შლემი. ყავს 3D სათვალე, რომელიც სახლში შეიძლება თამაშებისთვის, ფილმებისთვის ან სხვა რამისთვის იყოს გამოყენებული. და შენც მიიღე, მე მგონი ანალოგური პრიზი. ჩვენ მივიღეთ ცოტა განსხვავებული პრიზი, ჩვენ მივიღეთ კვადროკოპტერი, კამერით, ნუ ძალიან სასიამოვნო და კარგად გამოსაყენებელი პრიზია, ნუ კარგად გავართავით მომავალში. მოკლედ ვფიქრობ ეს პრიზები იქნება სტიმული. კი, თქვენთვის და შემდეგ წელსაც მიიღებთ მონაწილეობას, წარმატებებს გისურვებთ და ალბათ ახალ სტუდენტებს დაგემატებიან. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად გრძანდება და ძალიან მოხიბლული ვარ მე ამ რობოტებით. იქნებ კიდევ ერთხელ გავისეირნო. ნახვამდის. დიდი მადლობა.